თავი მესამე. ბავშვები მარტო სახლში, მშობლები ჯადოქართან. თურმე ზუსტად იმ ქუჩაზე, სადაც ალექსანდრეს და ალექსანდრას სახლი იდგა, მოპირდაპირე მხარეს, მეშვიდე სართულის ფერად ფანჯრებიან სახლში ცხოვრობდა კეთილი მეძღაბე. მუდამ ხიარული მოხუცი კაცი, ჭაღარა თმებით და თეთრი ფუმფულა ძაღლით. უკვე დიდი ხანია მის ღია ფანჯარაში ისმის ალექსანდრეს და ალექსანდრას ყვირილი, წივილი, დედიკოს ბუზღუნი, მამიკოს ბუბუნი და ბებიკოს წიწინი. შეწუხდა ჯადოქარი. ხუმრობა ხომ არ არის? წელს 99 წლის გახდა და თუ სიჩუმე არ არის, ზღაპრებს ვერ წერს. ამ დაბადების დღემ ძალიან შეაწუხა და აი რა მოიფიქრა. როგორც ყველა მეზღაპრეს, მასაც ჰქონდა სუპერ ძალები და ღია ფანჯრიდან შეუბერა ტორცული, ისე შეუბერა, რომ ჩააქრო სანთლები და სურვილი იცით რა ჩაიფიქრა? რა და ყველა უფროსი ჩემს ოთახში მინდა გაჩნდესო. ხო და ზუსტად მისი სურვილი შეასრულა სადაბადების დღეო ტორტმა. მშობლები მის ოთახში გაჩნდნენ და ბავშვები კი მარტო დარჩნენ სახლში. ბავშვებო, როგორ გგონიათ, რისთვის მოიტაცა ჯადოქარმა მშობლები? როგორ ფიქრობთ, თქვენ შეგეშინდებოდათ სახლში მარტო დარჩენა?